თუ Facebook-ზე სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში ერთხელ მაინც შეგიხედავთ, შანსი იმისა, რომ რაიმე კომპანიის მიმართ სალანძღავი პოსტი წაგეკითხა, ძალიან დიდია. აი, დაახლოებით ალპინის წინა ფრთისომის. მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებოდა კომენტარებში ხალხის არმია, რომელიც საკვებ ობიექტს ისე დაიცავდა, თითქოს ამაში ფულს უხდიდნენ. ხოლო სინამდვილეში ეს ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი ფორმულა 1-ის კომუნიტია, სალანძღავი ობიექტი ლენს სტროლი, მისი უფლებადამცველი კი მამამისი, რომელიც ამ ყველაფერში ფულს კი არ იღებს, პირიქით, ბევრს ხარჯავს. ძალიან ბევრს ხარჯავს. ჩემს კარგად მოგეხსენებათ, რომ ფორმულა 1 მხოლოდ ახალი მაყურებლებისთვისაა დახვეწილი, თითით საჩვენებელი და სანახებო. თორე ჩვენთვის ეს ყველაფერი სკოჩებთან, გადახერხილ წინაპრთებთან და ნეპოტიზმთან ასოცირდება. ხოლო განსხვავებით სამყაროსგან, რომელიც კორუფციას უკვე დიდი ხანია ებრძვის, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. აქ ის ადამიანი იხერებს, ვინც ყველაზე დიდ სტიკერს დააკრავს მანქანას. მაგრამ რა ხდება, როცა მანქანაზე რეკლამის განთავსება არ გიწევს? კი, დიდი ალბათობით მამაშენი მაიკლ კორსის, ტომი ჰილფიგერის, მონტრებლანტის ტრეკის და ასტონ მარტინის მფლობელია. შენ კიდე ნორმალურად ველოსიპედის ტარებაც არიცი და გასაშვილებლადაც უკვე დიდი ხარ. სრულებით ნორმალურია, რომ გულშემატკივრებისთვის ფეიდრაივერების ხსენება აგრესიასთან და ცუდ პილოტებთან ასოცირდება. 2006 წლის სუპერ აგურის UG იდე, ტიპი რომელსაც სუპერ ლიცენზია გაუჩერეს. არა და ჰონდამ ყველაფერი გააკეთა სპორტში რომ მოხვედრილიყო. მექსიკელი ესტებან გუტიერესი, რომლის ერთადერთი ჰაილაითიც 2016 წლის ალბერტ პარკის რბოლაა. აი ის ავარია, ალონსომ რო თქვა, დედაჩემი ტელევიზორიდან მიყურებდა და დროზე ამოვედი მანქანიდანო. გუტიერესია ჰაასიტიკ. ესტებანს ზურგს მექსიკური ტელეკომუნიკაციების კომპანია ტელმექსი უმაგრებდა. აი რატო იყო ეს ადამიანი ფერარის და მერსედესის რეზერვი. ნიკიტა მაზეპინის არ გვიხსენებია არხზე დიდი ხანია. რუსი ჩიკორის ისტორია კი გავს დღევანდელი ვიდეოს მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას ყველაზე მეტად, მაგრამ ნამუსი არ გამიშვებს ეს ორი ერთქვაფში რო ჩავხარშო. ლენსი დღევანდელ გრიდზე ერთადერთი პილოტია, რომელიც შეიძლება პარასკევს მსოფლიო ჩემპიონს გავდეს. კვირას კიდე რბოლაზე საერთოდ ვერ გავიდეს. იმიტომ რომ შაბათს ძალიან დაიმდრა. იმის გამო რომ ბევრი მრბოლელის კარიერა სპონსორებთან მოლაპარაკებას ეწირება, ამაში სტროლს ძალიან გაუმართლა. 4 წლის ასაკში დაწყებული კარიერის მერე მალევე პირველი ტიტული მოვიდა. მე-5 კლასში ჩემი ერთადერთი საფიქრალი 10 წილადის წილადაც სწორად ჩაწერა იყო. ეს კიდე 11 წლის ასაკში ფერარის აკადემიაში მიიღეს. მერე იყო იტალიური ფორმულა 4, რომლის მოგების შემდეგაც სტროლები ახალ ზელანდიაში გადავიდნენ ტოიოტას თასზე. ეგეც მოიგეს. ამ ყველაფერს რომ კარგი გუნდი სჭირდება, ალბათ ჩემ გარეშეც მიხვდებოდით. რას აკეთებენ ნორმალური მრბოლელები, როცა გუნდი სჭირდებათ? კი, გუნდს ეძებენ. რას აკეთებენ სტროლები, როცა გუნდი სჭირდებათ? კი, გუნდს ეძებენ. ოღონდ საყიდლად. იმის მაგივრად რომ სტანდარტულად რომელიმე გუნდში ადგილი ეჩალიჩა დიდ სტროლს თავისი შვილისთვის. ადგა და პრემა იყიდა. ხო, პრემა თუ არსით ფორმულას ქვედა სერიების გუნდია, რომელიც თითქმის ფორმულა 1-ში გადმოვიდა. ფორმულა 4 ყველაჯერ მოიგეს. ფორმულა 3 13ჯერ, ფორმულა აკადემიის ყველა სეზონი, ორში კიდე ისეთი ხალხი გახადეს ჩემპიონები, როგორებიც ოსკარ პიასტრი, შარლ ლეკლერი და მიკ შუმახერი არიან. და აი ეს გუნდი უყიდა მამამ თავის 14 წლის შვილს. კაი ხო, ნუ გუნდი ადგა და იყიდა. მაგრამ მენტორი ხო ჭირდება ბავშვს. აი ესეთი ტიპი ვინც რჩევებს მისცემს, შეცდომებს გამოასწორებინებს და ყოველთვის გვერდში ეყოლება. აი სულხავ კვერდაძის დეკანის ტიპაჟი რა. რუსებს კიდე დაეწყება თორთვეში იჟოგა და ბორჯობს გაუზვირებთ. აი ეგრე ბლად. ვინმე ხო არის ისეთი აი ფერარის პილოტების აკადემია რო ხოდეს დაარსებული და სამსახურიდან წამოსვლა არ უნდოდეს, მაგრამ ბევრ ფულზე გამკეთებელი რო იყოს. კაი ხო, აღარ გავატრაკებ და ლოურესმა ლენს პირად მენტორად მიხაილ შუმახერის ინჟინერი ლუკა ბალდისერი მოუყვადა. სხვადასხვა ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. 2016 წლის ფორმულა 3-ის 30 რბოლაში 14 პოული, 14 გამარჯვება და 20 პოდიუმი ჩაიწერა სტროლმა თავის ანგარიშზე. ეს ჩემპიონატი სტროლმა მოუგო ჟოუს, რასელს, მაზეპინს და 20-25-ის ჩემპიონ ლანდო ნორისაც. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც პაზე ჩატარებული რბოლა იყო. უქმეებისა და სტროლის გადაცემათა კოლოფი მწყობრიდან გამოვიდა. ხოლო დაპანიკების მაგივრად ლენსმა მანქანა პიტლეირამდე თავისით მიიყვანა. მექანიკოსებს კიდევ ზუსტად აუხსნა პრობლემა რაში იყო. საბოლოოდ კი კვირას ის რბოლა ისეთ წვიმაში მოიგო, თავმოყარე მშობელი ბავშვს გაეთრო არ გააგდება. ბალდისერემ კიდე თქვა ბავშვი ახლა ხვდები რა დონეზე შეუძლია წნეხის გაძლებაო. ლუკა ჯერ სათხარ. 18 წლის ასაკში კი სტროლს არსაიდან იმდენი ქულა დაუგროვდა თავის სუპერლიცენზიაზე, უკვე პირდაპირ შეეძლო ფორმულა 1-ში გადასვლა. ბიორკინიუს გამოუტოვებია ფორმულა 2. ესტებან ოგონი, მაქს ვერსტაპენი. მერე მეები და ჩემი ბავშვი მაღალი იყოს და ვიღაცებს ცოლებს ახევდეს. უდიპლომოთ ტაქსაობა არ შეიძლება? თუ ასე იყო თუ ისე სტროლებმა ვილიამს უზადო ბაყუთი გადაუხადეს და ახლა გასრულწლოვნებული ბავშვი ფორმულა 1-ში შეაგდეს. აქედან დაიწყო სტროლის წაკება. ნეპოტიზმი, ბორბლებზე, უბრალოდ გასტროლილი ფული. ყველამ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ. მამა თქვენს რომ ზედმეტი 10 მილიონი გქონდეს. რა უფრო გეწყინებათ? ფორმულა 1-ში ადგილი რო არ გიყიდოთ თუ რო გიყიდოთ? ხო, სეზონი მართლა მაგრად დაიწყო კანადებმა. პირველივე უქმეებისას პრაქტიკებზე დაიმდრა. გადაცემათა კოლოფი დააზიანა და შესვლის გამო ჯარიმა იქიდა. რბოლაში კიდე მუხრუჭების პრობლემის გამო რბოლას დროზე ადრე გამოეთიშა. ასე ჩაიარა პირველმა 3 რბოლამ. დარწმუნებული ვარ ვილიამსის მექანიკოსები ლენსის უკან დაბრუნების ღილაკს ეძებდნენ. მაგრამ ბიზიაბენმა ერთხელ თქვა დიდ ფულს ლენს სტროლი მოყვებაო თუ რაღაც. არ ვიცი, არ მინახავს სპაიდერმენი დიდი ხანი არ მახსოვს. კანადაში ადგილობრივმა გმირმა პირველი ქულები აიღო, მაგრამ მთავარი სასწაული მაინც ბაქოში მოხდა. აზერბაიჯანის გრან-პრი, სადაც ზოგი თავის წიმყოფს ეჯახება, ზოგი თავის გუნდელს აშინებს და ზოგ საერთოდ თავის საბაგრი ძრება. ლენსი კიდე ადგა და პოდიუმზე ავიდა. მაქს ვერსტაპენის მერე კანადელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი,
რომელმაც პოდიუმზე ასვლა შეძლო. ფინიშის ხასთან მეორე ადგილი კი აახია ბოტასმა, მაგრამ ლენსისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რანაირად უნდა გავაცხოთ 18 წლის ბავშვი ამ ვილიამსით პოდიუმზე ასვლის მერე. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ეგ უფრო სიძულვილია ვიდრე კრიტიკა. და თქვენ თავის მიხედეთ. აქვე იყო წინა რიგებიდან დაწყებული მონცა, სადაც ლენსმა არანორმალური პერფორმანსი დადო წვიმიან კვალიფიკაციაზე. არც ისე საბრძოლო ვილიამსით. ისე ხანდახან ტვინი ვერ იღებს იმ ფაქტს ლენსი უჰალო ფორმულა-ის რომ მოესწრო. მე-12 ადგილზე დასრულებულ სეზონს კიდევ კრიტიკოსები ცოტათი ხომ მაინც უნდა გაიჩერებინა, მაგრამ მერე იყო საბედისწერ 2018 წელი. ეს პერიოდი ვილიამსის ისტორიაში ალბათ ყველაზე უსუსური იყო. 4 წამით ნელი იყო ეს მანქანა მერსედესზე. პრობლემა იმდენად ძირეული იყო, რომ დიდმა სტროლმა მოგვარებაზე არც კი იფიქრა. ცხოვრება ლიმოს რო გაძლევს რა უნდა ქნა? კი. დასანქცირებული ინდოელისგან ფორმულა 1-ის გუნდი უნდა იყიდო. ლოურენს სტროლმა Force India 17 მილიონად იყიდა და Racing Point-ად გადააკეთა. თავის შვილს კიდე გუნდელად ჩეკო პერეს დაუსვა. როგორც აღმოჩნდა, ლოურენსისთვის ავტოსპორტი გაცილებით მეტი ყოფილა ვიდრე ბავშვის სამსახური. უფროსმა 2019-ის Racing Point-ი აიღო და ახალი სიცოცხლე ჩაფერა. ის ფაქტი ხობისით ფორმულა 1-ში გუნდებს რომ შეუძლიათ რაღაც ნაწილები სხვა გუნდების გარო მიყიდონ, მაგრამ რაღაცების გაკეთება თავად აუცილებლად უწევთ. 2020 წლის წინა სასეზონო ტესტებზე ამ წლის Racing Point-ი ძალიან გავდა წინა სეზონის Mercedes. სწორედ ამის გამო ტესტებზე აიტყა თავისი ზედმეტსახელიც. ვარდისფერი Mercedes. თავარი სკანდალი კიდევ სამოხრუჭე გაგრილება იყო. ვიზუალურად ნაწილს ყველა დააკოპირებს და ამაში პრობლემა არაფერია. მაგრამ Racing Point-მა Mercedes-გან სამოხრუჭე სისტემის კატფაილები იყიდა, რომელიც ყიდვის მომენტში ყიდვადი ნაწილი იყო. ხოლო სეზონის დასაწყისში აიგრძალა. ასე ჩამოაკლეს Racing Point-ის 15 კულა კონსტრუქტორების ჩემპიონატში. მაგრამ ამას მანქანა არ შეუნელებია. პირიქით, ჩეკოს და ლენსიც იდეალურად გამოიყურებოდნენ. მარტო 20 წლის მონცა რა დღირს, სადაც ალბათ ბოლო 25 წელიწადში ყველაზე მამაკაცური პოდიუმი ჰქონდა. სტროლი, საინსი და გასლი. ლენსი თავის გამოსილ თანაგუნდელს სტოლს არ უდებდა და ასე ქულების გროვების ჩავედით თურქეთში. ისტანბულ პარკზე წვიმიან კვალიფიკაციაში კი ლენს სტროლმა ყველას აჯობა. წითელი დროშების და გამართლების გარეშე წვიმიან ტრეკზე პოლ პოზიციის აღება რა სირთულეებს წარმოადგენს და ახლობით რო აგიხსნათ აზია რომ ვერ აგიხსნით. რბოლა მშვენივრად დაიწყო და 32 წრე ულიდერა პელეტონს. უბრალოდ ამ ბიჭის იღბალმა თავისი ძალების სწორ ოჯახში დაბადებაზე დახარჯა. იმის გამო რომ წინა ფრთას ქვედა ნაწილში ძალიან მცირე დაზიანება ჰქონდა და რატომღაც გუნდმა ის ვერ შეამჩნია. საბურავები უაზროდ გასვდა, რამაც კანადელის ტემზე ძალიან იმოქმედა. იდეალურად დაწყებული უქმეები კიდევ ლენსის ჰეითერებისთვის დამთავრდა იდეალურად. ამ ხალხს ოღონდ სალაპარაკო მიეცი. უბრალოდ ადექით და პოულის ონბორდი ნახეთ. დანარჩენს კიდევ თქვენით მიხვდებით. სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ. ფორმულა 1-ის დღეს ალბათ ყველაზე ძვირიანი გასართობია. მოქმედი პილოტების უმეტესობა კი ძალაუნებურად მამიკოს ფულებით იწონებს თავს, მაგრამ აქაც არის დონეები. ნიკიტა მაზეპინის მამაც მდიდარია და ნიკოლას ლატიფიც. ლოგან სარჯენტის ოჯახიც არ ეჭდა მაინდა-მაინც ფერად ფასებს მაღაზიებში. უბრალოდ ზემოთხსენებულ ხალხს თავიანთი შვილებისთვის გუნდი არ უყიდიათ, ლენსისგან განსხვავებით. ალბათ ამიტომ ანთხევს ამხელ აგრესიას ხალხი. ლენსის მონდომებას რომ მისასალმებელი, ამაზე ორი აზრი არაა. რომელი მილიარდელი შვილი გააგზელებდა ამ ხელაწნეხის მერე ისევ ავტოსპორტში მოღვაწეობას? არის თუ არა ლენს სტროლი pay driver-ი? კი, მაგრამ განსხვავებით სხვებისგან პოლ პოზიცია და რამოდენიმე პოდიუმის აქვს კარიერაში. თან ეს ყველაფერი არც თუ ისე საუკეთესო მანქანით. ტექნიკურად რომ გავშალოთ, ლენსი აღმოაჩენთ რომ კანადელი ძალიან კარგია პირველ წრეებზე. დაახლოებით ისე იგებს სტროლი პოზიციებს, როგორც შედი მეზობელი ახალწელს თორის პურის რიგში. ოღონდ განსხვავებით რიგისგან აქ ადგილის დატოვება აუცილებელია. გარდამავალი პირობებიც მის ძლიერ მხარეებში უნდა ჩავზეროთ. აი, რბოლის მომენტი არავინ რო არის ის ტრასა სველია თუ მშრალი. დაბალი მოჭიდების პირობებში სტროლი მანქანას იდეალურად გრძნობს. ალბათ 4 წლიდან კარტინგების ტარება რაღაც შედეგი გამოიღო. ამის შედეგია სწორედ დისპოული თურქეთში, წლევადელი სილვერსტოუნი და ავსტრალია. ამ ყველაფერს სტროლი კი თავის შეგრძნებებით აკეთებს. Racing Point-ის და Aston Martin-ის ინჟინერები ხშირად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ლენსს ძალიან კარგად შეუძლია მანქანის მდგომარეობის გაზიარება. ლანიკო როსბერგი ვიდრე ნერდი არ არის, მაგრამ ზუსტად იცის სად რა უნდა და რამდენით. უბრალოდ ყველაფერი მაშინ ირევა, როცა მანქანის გრძნობა იკარგება. თუ ახლა ისეც არ გამომივიდეს ავდგე და ის ხალხი მართალი არა, ლენსიცი და ჩაოფრენილი აგელოზია თქო ვიძახო. შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ამას უფრო მეტი, უფრო დებილური და ცოტა უცნაურიც. 2019-ის მონცა, სადაც სებასტიან ფეტელი ასკარეში მოცურდა და ტრეკზე ისევ არაუდით დაბრუნდა, ღამის 3 საათზე მაცივართან რენდომ TikTok-ის ედიტის გადათებით რომ მიდიხარ. ალბათ იკითხავთ დაზარალებული ლენსი რა შუაშიაო. არც არაფერი. ადამიანი უბრალოდ გაბრაზდა და იდიოტი უწოდა 4 წლის ჩემპიონს. უბრალოდ 7 წამში ზუსტად იგივე გააკეთა და საუკეთესო პილოტი გახრეშა. აგრესიულ სტროლზე დავრჩები და 20-21-ის სოჭიც უნდა ვახსენო. იმის გამო რომ ბაქ შოუ ლანდონ ნორისის საბურავის შესვლა არ შესვლა მოიპარა, ალბათ თქვენ უმეტესობას ეს მომენტი გამოგჩათ. წვიმს, სტროლის ლიკებზია და ისმეს რადიოდან ლოგიკურ კითხვას. ლენს გინდა ამ საბურავებით რბოლის გაგრძელება? კი. ეჯახება პირველივე კედელს. და მე ტრადიციულად გასვლისაც. დაჯახებაზე გამახსენდა 20-21-ის უნგრეთიც. სადაც ბოტასის მთავარი ბოულინგის გვერდით სტროლმაც თავისი პატარა სტრაიკი გააკეთა. მონაკოს ინციდენტები საერთოდ ცალკე პლეილისტია. და 2024-ის ჩინეთი რიკიარდოს ბრეიქ ჩეკი, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ ყველაფერი შაშადელი ბრაზილიით ვარ დავაგვირგვინო არ შეიძლება.
გამახურებელ წრეზე არსაიდან კადრი გადადის და სტროლი უწყინა სიტუაციაში ტრიალდება. კაი, ნუ ბოცურდა, ყველა ბოცურდა მაგ ბოლაში. გამახურებელ წრეზე არა. უბრალოდ ტრასაის დაბრუნება სტროლმა მოკლე გზით გადაწყვიტა და ხრეშში გაიჭედა. ეს ყველაფერი იმას გავს უფრაზე პერაგი რო დაგილაქავდება. მოშორების წელობისას კიდე უფრო გაზრდილ აქას. ეშველება ამ ფაქტს. მდგომარეობა გაცილებით მარტივი იქნებოდა სტროლს სისწრაფეობა რქონდეს. ოღონდ მართლა შეუძლია რაღაცის გაკეთება. განსხვავებით ლოგან სარჯენტისგან. ამასთან ერთად სტროლი გახლავთ რეკორდსმენი. იგი ყველაზე მეჯერ ჩარჩა კვალიფიკაციის პირველ სეგმენტში. ნუ ამ ფაქტს მაინც მაქარას დავაბრალებთ, იმიტომ რომ სტროლის გუდელი თუ Q3-ში გადადიოდა, ესეც იქვე იყო. გუდელები კიდე ისეთი ყავდა კარიერის განმავლობაში, უკეთეს ვერ იდადრებ. სტროლის ყველაზე დამღუპელი ჩვევა სარკეებში არყურების მერე არაპროგნოზირებადობა და არასტაბილურობა. ვერასდროს ვერ იტყვი რა სიზამს რბოლაში. 50-50-ია. ან სცენას რეინკარნაციას ვიხილავთ, ან 17 წლის ბიჭის ბანკეტის პერფორმანსს. რაც არაკლი ამ ადამიანს რკინის ნერვებია. ამდენი ჰეიტის დაცინვის ბულიგის მერე უბრალოდ დგება და რბოლას აგრძელებს. თითქოს არაფერი მოხდარა. 2023 ხო გახსოვთ. ასტორმა შუა რეგლამენტის დროს გაღვიძება რო გადაწყვიტა. ალონსო პოდიუმები რო ერთმანეთზე მიაწყო. ბაჰრეინამდე 2 კვირით ადრე სტროლი ესპანეთში ველოსიპედით აილეცა და ორივე მაჯა მოიტეხა. რას გააკეთებდა ნორმალური ადამიანი? სახში წამოწმებოდა და ნაყი შეჭამდა. რა გააკეთა სტროლმა? MotoGP-ის ეკიპი ხავიერ მირი შეაწუხა, ოპერაცია გაიკეთა და ბოლიდის საჭეს ტესტების გარეშე მიუშთა. ხო, ეს ის კაცია მარკ მარკესი მეორე დრო აწყო. ვიცი. გავაკეთებოდესმე. თუ ამ რბოლიდან სტროლის ონბორდი ნანახი გაქვთ, მიხვდებით რამდენად წვალობდა ეს ბიჭი. მაგრამ მაინც შეძლო რბოლა მე-6 ადგილზე დაამთავრა. სტროლის შემდეგი შუმახერი ნამდვილად არაა. მაგრამ მტყუდა ადგილის დამკავებლის იარლიყის არტყმაც არ შეიძლება. ფილერი რბოლელები ვერც პოულს იგებენ და ვერც პოდიუმებზე ადიან. არის სტროლი ფორმულა 1 ფულის გამო? კი, როგორც ბევრი სხვა. იქნებოდა დღეს გრიძე რომ არა ბაბამისი? ალბათ არა. ავა კიდევ პოდიუმებზე აუცილებლად. მოიგებს რბოლას? შეიძლება. ჩემპიონი გახდება? ვერა. ხოლო იქამდე სანამ სტროლს თავისი უცნაური შესტოვების გამო galadzღავთ, მართვის მოწმობა აიღეთ და გამომცდელს ნუაბრალებთ. შემდეგი ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ, გაკოცეთ ჩუბლზე, კარგად ბრძანდებოდეთ.